მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხანგრძლივი შიმშილობის დროს ორგანიზმი რთავს ძლიერ შიდა მექანიზმს. ის იწყებს ძველი და დაზიანებული იმუნური უჯრედების დაშლას და გადამუშავების პროცესს, რომელსაც აუტოფაგია ეწოდება. როდესაც გლუკოზის მარაგი იწურება და სხეული ღრმა კეტოზის მდგომარეობაში გადადის. ანუ როცა ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ აღარ იყენებს გლუკოზას, არამედ იწყებს ცხიმების წვას. ღეროვანი უჯრედები აქტიურდება და იწყებენ სრულიად ახალი თეთრი უჯრედების იმუნური სისტემის წინა ხაზის დამცველების წარმოებას. ძველი და სუსტი იმუნური უჯრედები გამოიდევნებიან, მათ ადგილს კი ახალი, ძლიერი და ეფექტური უჯრედები იკავებენ. ასეთი იმუნური გადატვირთვა განსაკუთრებით პერსპექტიულად ითვლება იმ ადამიანებისთვის, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს. ასევე შეიძლება დაეხმაროს ქრონიკული ანთების შემცირებაში, ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის უნარის გაძლიერებაში. რაც ყველაზე კარგია, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია. არანაირი აბები, ოპერაციები ან დანამატები, მხოლოდ წყალი და დასვენება. მაგრამ ხანგრძლივი შიმშილობა ყველასთვის შესაფერისი არ არის. ის უნდა ჩატარდეს ფრთხილად, აუცილებლად დაკვირვებით და სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ეს კვლევა სოჩოუს უნივერსიტეტის შედეგია, თუმცა მსგავს შედეგს არაერთი სამეცნიერო გუნდი აქვეყნებს.